შეიძლება ორივე იყოს. შეიძლება მართლაც უნდობლობა იყოს და ამაში ჩვენ ვაშავებდით სასულიერო პირები. აი მართლაც უნდობლობა რომ აქვს ადამიანს, შეიძლება ვაშავებდით. შეიძლება ამ უნდობლობას როგორც თქვენ ამბობთ, ფარად იყენებს რომ არ უნდა რაღაც თქვას ახსარებაში, მაგრამ ერთია ის რას ამბობს. მეორეა გულის სიღრმეში ის მართლაც ესე ფიქრობს და მოდი ასეც თქვათ. დაუშვათ აი ნიკოლოზი ქვია ხა ჩვენთან რა თქვენ აგატკიოთ კბილი ამას ასტკივდა კბილი იცის რომ გვერდით მეზობლად აი უჟმური სტომატოლოგია მოკლედ არ უნდა იმ ერთხელ იყო და აწვალა თან ეჩხუბა თან არც გაუკეთა წესიერად რა უნდა ქნას ახლა აი არ დადგა არც იმიტომ არ მივდივარ მე კბილის ექიმთან რომ აი ესეთები არის წავა ერთხამს გაათენებს კბილის ტკივილით. თავიდან უყუჩებდა გამოყუჩებელი. ახლა ისიც აღარ შორის ხო მიეჩვია ორგანიზმი. რა ქნას არ მოძებნოს ხო? აი ლოგიკურად რო დავფიქრდეთ, ხო უნდა მოძებნოს და ვერ იპოვის და იპოვის. უბრალოდ ჩვენი პრობლემა კიდე იცით რა არის? დღეს ვინც მართლაც აი ჩაუხრელად შრომობს თავის სამრევლოსთვის რომ რაღაც სულიერი ნუგეში მისცეს, მართლაც ქრისტეს გზად დაანახოს. ძალიან ბევრი ესეთი სასულიერო პირი არ ჩანს. მაგრამ ზედაპირზე წამოწეულია ჩვენი შეცდომები. და ესეც შემთხვევით არის, ეს გამიზნულად არის. და ახლა თქვენ არ ახართ საიმისოდ პატარები და საერთოდაც არ ახართ პატარები, რომ ამას ვერ ხვდებოდეთ და ეს არ იცოდეთ. ეს გამიზნულად არის გაკეთებული. რომ ესე იგი ადამიანი დაბრკოლდეს და აღარ უნდოდეს მის თუ არა და მოდი ესეც ვთქვათ აი ეკლესიური ადამიანი ეკლესიური საზოგადოება მორწმუნე ადამიანები ამაზე უფრო წმინდა კრებული თუ სადმე გეგულებათ აი ცხოვრების წესი რო უფრო მოწესრიგებული ქონდეთ კი ბატონო მიგვითითეთ და ჩვენც იქით წავიდეთ ჩვენ ხო ვეძებთ, ჩვენ ხო არა ვართ მიკერძოებული. თუ აი ხა ჩვენ როგორ ფიქრობთ, მე რომ დავიბადე, მღვდელი ვიყავი და ეხლა უბრალოდ ვამართლებ ამ პოზიციას. ამ ქუჩაზე იცი რამდენჯერ ამივლია ჩამივლია, აი მაღლივში ვსწავლობდი, ჩვეულებრივად მე სტუდენტი ვიყავი. წმინდა ბარბარეს ტაძარია გვერდით, ამ ტაძარში დავდიოდი. მოძღვარი გორში მყავდა, მაგრამ მისი კურთხევით რო უზიარებელი არ ყოფილიყო, აქაც დავდიოდი. ან ეს გზა ხო მე ავირჩიე. გესმით რას ვამბობ. ახლა მე რომ უცბად აი დავბადებული ყავი და მღვდელი ყოფილიყავი და ახლა მე ვცდილობ რომ გავამართლო ჩემი ეს მდგომარეობა. ეგ სხვა იქნებოდა. მაგრამ სხვა არის რომ მე მინდოდა რომ აი ამ გზით წავსულიყავ. გესმით რაზეა ლაპარაკი და ახლა მაგალითად აი თუ ადამიანი მოდი აი სახარებაში ჩავიხედოთ. იქ რა წერია. უფალი ეუბნება თავის მოციქულებს. თქვენ გაძლევთო სასუფეველის გასაღებს. ვისაც თქვენ მიუტევებთ მიწაზე, ზეცაშიც იქნება მიტევებული. ვისაც თქვენ არ მიუტევებთ, არც ზეცაში იქნება მიტევებული. სხვაგვარად ეს ამბობს, ვისაც თქვენ შეკრავთ, ზეცაშიც შეკრული იქნება. ვისაც თქვენ გახსნით, ზეცაშიც გახსნილი იქნება. რაზეა ლაპარაკი? თითოეული მღვდელმთავარი მოციქულთა საყდარზე ზის. აი მაგალითად ჩემი მაკურთხეველი მღვდელმთავარი ვინც არის ხო მეუფე ანდრია მას ვინც დაასხა ხელი და ასე რომ ავყვეთ უეჭველად მოციქულებამდე მივართ. ისინი მოციქულთა საყდარზე სხედან ჩვენც მათი კურთხევით გვაქვს ხელმწიფება რომ ადამიანებს წოდები მიუტევოთ უბრალოდ ღმერთმა მიუტევოს ჩვენი ხელით და თუ აქ ადამიანი შეინანებს ზეცაში მიეტევება ღმერთი მიუტევებს და თუ არ შეინანებს ვინ მიუტევებს ახლა ჩვენ ვამბობთ რა ჩვენ სასულიერო პირი არ გვინდა კი ღმერთი გვინდა და იმ ღმერთმა გითხრა რომ აი აქ მიდიდო თქვა აღსარება რომ შეგენდოს წოდები ახლა ეს ის ხო არ არის მარტო ჩვენი ლოგიკით რაღაცები გავამართლოთ არ გავამართლოთ ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს რომ ღვთის წინაშე უნდა წავდგეთ გინდა თუ არ გინდა ემზადები თუ არ ემზადები იქ ესეა ნათქვამი რომ
ესე იგი წაგიყვანენო იქ სადაც არ გინდა რომ წახვიდეო ჩვენ მიგვიყვანე ღვთის წინაშე შეიძლება ძალიანაც არ გვინდოდეს მაგრამ ეს წმინდა წერილის სიტყვებია შეიძლება სულაც არ გჯეროდეს რომ გეუბნებიან ასე მაგალითად აი ეგვიპტეში ერთ-ერთი პილიგრიმი იყო ეუბნებოდნენ არ ჩახვიდე ნილოსში ნიანგები არიან ამას არ ჯერა და დაიჟინა რომ ჩავიდეს და ნიანგის კბილებში რო აღმოჩნდა მერე მას რომ ჯეროდა ეგრე ვის მაგრამ რაღა აზრი ქონდა იმ დაჯერებას ამიტომაც აი ახლა მაგალითად ურწმუნოს მხრიდან რო შევხედოთ რომ დავიჯერო რომ ღმერთი არსებობს და წმინდად ვიცხოვრო პატიოსნად და რო აღმოაჩინო მე რომ არ არსებობს ესე იგი ტყუილად ვიცხოვრე ასე და მოდი პირიქით ვთქვათ და რომ აღმოჩნდეს რომ არსებობს და ჩვენ არ ვიცხოვრეთ ისე აი გითხრან რომ გარეთ არის ავი ძაღლია ახლა გარეთ და ფრთხილად გადი გეუბნებიან რა ჯობია დაიჯერო თუ არ დაიჯერო თუ დაიჯერებ რომ არის ფრთხილად გახვალ და თუ აღმოჩნდება რომ არ არის ხო გადარჩებ და თუ დაუდევრად გახვალ იმიტომ რომ არ დაიჯერე რა მოხდება ლამაზია ლაპარაკი ანუ ურწმუნოს თვალით ვამბობ რომ შეხედო რა ჯობია ხოდა ერთი კი სწორია რომ ჩვენც რაღაც წვლილი მიგვიწვის რომ ადამიანებს უნდობლობა აქვთ თუმცა მე ურჩევ ასეთ ადამიანებს რომ ჩვენი არასწორი საქციელების გამო მათ თავი არ დაიღუპონ ამითი არ მოიტყუონ სინდისი რომ რახან მე მამა ბასილი არ მოვეწონე სხვაზე თქვას რომ ესენი ასეთები არიან იმიტომ რომ ვინ დაშავდება ამით თვითონ